ხოლო ჩვენს გადაცემაში სტუმრად მობრძანდა ბავშვებისა და მშობლების იმედი. პედიატრი ბატონი თემურ მიქელაძე, აპლოდისმენტებით. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. პირველ რიგში უღმესი მადლობა მობრძანებისთვის. ვიცი რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვთ, მაგრამ მადლობთ რომ მოიცალეთ, მობრძანდით და შევეცდებით რომ განწყობა შეგიქმნათ კარგი და ისევ დაგაბრუნოთ მერე სამუშაო რეჟიმზე, ასე ჩვენ ზრუნავთ სტუმრებზე შეძლებს დაგვარათ და დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მე განწყობა პაციენტთან ყოველთვის კარგი მაქვს და ისევ კარგი განწყობით დავუბრუნდე. ძალიან კარგი. როგორ ბრძანდებით ბატონო? მადლობა. კარგად, ძალიან კარგი, მიხარია. ბატონო თემურ, ერთი უცნაური თხოვნა მაქვს. ხელები ესე რომ მაჩვენოთ თუ შეიძლება. ყოველთვის მაინტერესებდა საიმედო ხელები როგორი იყო და აი ეხლა გავარკვიეთ, დიდი მადლობა. ბავშვთა პედიატრი. დიახ. ესე იგი, წეგამ საუბრობდით ციფრებზე. ესე იგი, რამდენი წელი და რამდენი ბავშვი გამოუვლია თქვენს ხელში და მაყურებელსაც რომ უთხრათ აი ბავშვთა პედიატრი ცოტა ცუდად ხდება ტერმინი, ხო? კი ბატონო, შეგვისწორეთ. პედიატრი ან ბავშვთა ექიმი. ბავშვთა ექიმი, კი ბატონო. აბსოლუტურად ცალკე არის, ბავშვთა პედიატრი ცოტა ყურებს. კი ბატონო, ბავშვთა ექიმი. რაც შეეხება ზოგად რაც დავიწყე, ექიმობა დავიწყე და 98 წელში, ანუ დაახლოებით გავიდა 27 წელი და თუ ვიზიტებს ჩავთვლით ჩემ პროფესორებთან ერთად, როდესაც მე ვიწყებდი და ყველა რეგიონში, საქართველოს რეგიონებში მაცხოვრებს 9 წელიწადში, ეს იყო აფხაზეთი, სამაჩაბლო, პანკისის ხეობა და ასე შემდეგ. აქ სპეციალური აქციები ტარდებოდა, უფასო გასინჯები იყო იმ რეგიონებისთვის, მათ შორის მოდიოდნენ როგორც აფხაზები, როგორც ოსები, ეთნიკურად ისე ჩეჩნები და ასე შემდეგ. და სულ გატარებული მყავს დაახლოებით რაც ოფიციალურად დაცვლილი არის 850-დან 870,000-მდე ვიზიტი. დაახლოებით 67 წლის განმავლობაში, რაც არის ეს რეალური აღრიცხული. ძალიან დიდი ციფრია კი ბატონო და მაშინ თქვენზე უკეთეს ვერავის ვკითხავ, როგორი თაობა მოდის თქვენზე კარგად ვისეცოდინება ეხა ბატონო. თაობა რა თქმა უნდა მოდის ფანტასტიკური. ერთადერთი პრობლემა რაც გვაქვს არის ცოტა შობადობის პრობლემები, რამე თუ კვეთრად არის შემცირებული, დაახლოებით 90-იან წლებთან შედარებით და ბავშვები ამ ეკრან დამოკიდებული სამწუხაროდ ერთი რეალობა გვაქვს ეკრან დამოკიდებულება, გაჯეტ დამოკიდებულება და არის თუმცა მეორე პრობლემა, მეორე პროგრესი რა ამ ინფორმაციას იღებენ, რომ პრაქტიკულად იგივე აი როდესაც მოდის ვიზიტზე, ისე მოგიყვება თავის ანამნეზს ბავშვი რომ შობის ჩარევა ზოგ შემთხვევაში არ ჭირდება. იმიტომ რომ მშობლებმა შეიძლება იმდენი რაღაცა მოგიყვეს და არ აღირებული იყოს. ბავშვი მქონია შემთხვევა, ბავშვი გააჩერებს ხოლმე დედამისს, დედა, ეხლა მე მაცალე და მე უნდა გავაგრძელე მოყოლა, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა რაღაცას ხდება, რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს მომავალი თაობის იმედი, ჩვენ მაქსიმუმი ყველა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის ყველაფერი ლამაზი შევქმნათ და მე მაქვს იმედი, რომ აი იგივე სამედიცინო სფეროში ჩვენი მომავალი თაობა უფრო მაღალ ტექნოლოგიურ სერვისებს შეთავაზებს ჩვენ მოსახლეობას. კი ბატონო, იმედია ყველას ეგ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ისე აი პედიატრი ცოტა დაუფასებელი პროფესია თქო ვიძახი ბატონო თემურ და თუ მეთანხმებით აბა ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებთ რა. ესე იგი ბავშვებზე ზრუნავთ, მათ ჯანმრთელობაზე, აღზრდაზე, სწორკვებაზე, რაღაცა სწორი ცხოვრების წესზე და მაინც ბავშვებს ყველას უნდა სპაიდერმენის გაცნობა რა. რაღაცნაირი ამბავია რა. ხო, რა თქმა უნდა. დაუფასებელი მაგ ასპექტში კი, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მე მქონია შემთხვევები, როდესაც კაი ერთი შვილი როცა მოყავს ხოლმე, უკვე დაახლოებით 3 ყავს, ხო? პირველი და მეორე შვილი ცდილობს რომ ისიც წამოყვეს რომ ჩემთან კონდეს კომუნიკაცია და მაგაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ არის, როდესაც ჩემს ანახავათაც მოდიან, ასე რომ მარტო სპაიდერმენთან არ მიდიან ხოლმე. ნუ თქვენ გქონიათ კი ბატონო ეგ ფუფუნება. ისე რას დავაკვირდი იცით ბატონ თემურ თუ დამეთანხმებით ხშირ შემთხვევაში ბავშვებს და ექიმებს ერთნაირი კალიგრაფია გაქვთ. დიახ. ხახორი შემთხვევაში ეს გწოდნიათ ჩემი ეს კალიგრაფია. ეხლა რაც შეეხება კალიგრაფიას მე ვსწავლობდი 57 სკოლაში და მყავდა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქართულის მასწავლებელი და სუფთა წერაში ქვეყნის მასშტაბით მქონდა პირველი ადგილი. წარმოიდგინეთ მიღებული.
და ეხლა ხანდახან მინდა რომ მივამსგავსო იმას, მაგრამ რომ ვამსგავსებ, აბსოლუტურად სხვა ციფრი იწერება, ან სხვა ასო იწერება. ესეც დამოკიდებულია ალბათ იმაზე, რომ მეტნაკლებად სწრაფად ცდილობდა და თან იცით როგორ პრაქტიკულად როცა იწყება რაღაც სეზონი, ერთი და იგივე პაციენტი მოდის, ხო, დაახლოებით 20 პაციენტიდან შეიძლება 19-ს ერთი და იგივე პრობლემა ჰქონდეს და შესაბამისად ხე ელემენტარულობა 19 ჯერ ერთი და იგივე დაწერეთ, როგორ დასაწერია. აქედან გამომდინარე, კალიგრაფია ძირება, სხვა სამსახურში სადაც არის ხდება ბეჭდური, ერთ სამსახურში ხდება ხელით. კალიგრაფიას როგორ წესი. თავი კარდიოგრამას არ გავდეს. ხო, მაგ ძალიან გაურკვევება იქნება. ბატონ თემურ, ძალიან ხშირად იძლევით რჩევებს და ერთი რამ მაინტერესებს, ანუ სიცხის გასაზომად თერმომეტრი უფრო უთყუარია თუ ბებიის შუბლზე კოცნა? ბებოებმა, მაგრამ ჩვენი ბებოაზე თუ შევს რომ მოგადემენ და სიცხი აქ ბავშვს რო იციან, ანუ რა თქმა უნდა ბებიის შუბლზე კოცნა. აქედან თავარი კიდევ ერთხელ ვმეორებ რა, ჩვენი ძველი და მთავარი ინსტიტუტი არ უნდა დავშალოთ, ეს არის ბებია, ბაბუა და შვილიშვილის ურთიერთობები, ხო? აი ეს ბებია, ბაბუა და შვილიშვილის ურთიერთობები ბავშვის ფსიქოემოციური სტატუსის განვითარებას ეხმარება და თქვენ მე კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნდეთ, ბავშვები რომელსაც ბებიები და ბაბუები აქტიურად არიან ჩართულები, ისინი უფრო ლაღები არიან, უფრო სითბოთი შემოდიან, ვიდრე კიდევ ერთხელ მეორებ საწუხაროდ პრობლემა რეალობა გვაქვს ეკრან დამოკიდებულების და გაჯეტ დამოკიდებულების. ამიტომ ყველამ ერთად და ყოველთვის ბებია მართალია ხოლმე და მართლდება. კი, ეგრე არის და ნამდვილად გეთანხმებით ბებიასთან და ბაბუასთან ურთიერთობა შვილიშვილისთვის ეს კიდე ცალკე ცხოვრება. უნდა გავთვალოთ რამდენი ხანია კოცებს, ხო? თუ დიდხანს აკოცა, შესაბამისად ტემპერატურა მოიმატებს. ამიტომ უნდა შეახოს ბებიამ ტუჩი და აქ ჩვენ კოცნას მეორე პრობლემა აქვს, კოცნა რა არის? სხვადასხვა ინფექციები შეიძლება შევყაროთ ბავშვებს და მე ამიტომ როცა თუ კოცნი, უნდა აკოცო ისეთ ადგილას, რომ თვითონ ბავშვმა ხელი არ მოიხოდოს, ან მაქსიმუმ დაახლოებით ნახევარი წამი და არა ისე რომ ჩაეღუდო, ჩაკოცნოს და ჩაპროშნოს და მთელი აბავი. გასაგებია. ძალიან კარგი. მაშინ კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. აი იმავე სტილში დაახლოებით, აი ტექნოლოგიები ვითარდება ყოველდღიურად პრაქტიკულად მსოფლიოში, ხო და ძალიან ძველებური რაღაც მეთოდიკები ჩაანაცვლა ახლებურებმა უფრო მარტივმა თუ რთულად რთულმა ეგ უკვე თქვენი სათქმელია, თქვენ უკეთ იცით, მაგრამ აი ძმრიანი წინდების მეთოდიკა თუ ჩაანაცვლებს რამე ან თუ ჩაანაცვლა უკვე ძმრიანი წინდები აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ, იმიტომ რომ ძმრიანი წინდები ეს ერთადერთი მართლა რომელიც დაუშვებელია. გაიხადე, გელა, გითხარი არ ჩაიცვა თქო და გაიხადე ახლა ეგ ძმრიანი წინდები, აი ბატონ თემური მოთარ შეიძლება. ძმრიანი წინდები აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ და უნდა ჩავანაცვლოთ თბილი წყლის დაზილვით. დაზილვით როგორც წესი თბილი წყლით და არა ძმრიანი წინდებით შეიძლება ტემპერატურა პირიქით უფრო ავწიოთ და ძმრიანი წინდები გინახიათ ხო ჩვენ დროსაც იყო ოთახში იდგა ალკოჰოლის ზმრის სუნი და საკმაოდ ხშირად მშობლებს ეგონათ რომ ექიმი ნასვამი შემოვიდაო ისეთი სუნი გებოდა ამიტომ ესეთი მოდუსი ხო არ ექიმები ალკოჰოლს იღებენ და ასე შემდეგ და არ იყო ისეთი რომ ვერ დაადიფერენცირებდი მართალია მაშინ ერთი ესეთი კითხვაც ბარემ აი რომ არსებობენ ზრდასრულები, რომლებზეც იციან თქმა, რომ აი ბავშვის ჭკუა აქვსო. ეგეთი პაციენტები თუ არიან თქვენი პაციენტები, ბატონო თემო? არა, ეს სხვა ნოზოლოგია ვუდგათ, არა. ბავშვებს ისეთი ჭკუა აქვს, იმასთან მეახლოება საკმაოდ მარტივი არ არის. ბავშვებს ისეთი განვითარებულები არიან, თქვენ შეიძლება ვერ შევედაროთ ვერცერთი მოზრდილი მათ განვითარებას. კი, მაშინ ესე იგი ეს სხვა პრობლემა აქვს. აბსოლუტურად პირიქით შეიძლება შევხედოთ. ახლა ისე თუ ხერხულში ვარ, მე ესე იგი აქ ჩვენ პაციენტი გვყავს ახლა აშკარად სხვა მიმართულება, იმიტომ რომ მე მეგონა იქნება ბატონი თემური გაერკვევა რა სჭირს თქო, მაგრამ ზრდასრულია და ბავშვის გონება, ბავშვის ჭკუა აქ და რავი, ჩემოვა მაინც თუ წინააღმდეგი არ ხარ და მოусმინოთ იქნებ რამე აი ეს არის ავახერ თემური ექიმო. მოგესალმებათ პირველი ბავშვი, რომელსაც ჰიპოთეკა აწევს წელზე ჯიმიჯაბასია მესაძე. როგორი ბავშვი ხარ ახლა მოგვიყევ პირველი ბავშვი ვარ თემური ექიმო რომელიც თეფსზე ლუკმას არტოვებს და ჭიქაში წვეთს რას მელაპარაკებით სხვათა შორის პირველი ბავშვი ვარ რომელიც ჩაწერის შემდეგ ბაბი კირკიტაძეს ეთქვის ბაბი დაი დამსაღამოს სასაკეთებს
კარგი, სტუმართან გექნება რაიმე საქმე. რა მჭირდება ხა თქვენთან მე ბატონო თემურ. რაღაცა ყელის ტკივილი დამეწყო ამ ბოლო დროს ახლა მე. ბატონო თემურ ხა რისი ბრალი ეგით სივიწყალი თუ სიგარეტს რო ურევ? ჭიქაში წვეთს არ ტოვებ ხო? ნამდვილად ჭიქაში წვეთი გააჩნია რის წვეთს არ ტოვებ. კი ბატონო თემურ გაწვირდა ყველაფერი ახლა ხელფას ხო ბოუში ვარ მაგრამ მე ანაზღაურება მაგრამ სიგარეტში და პამპერსში მიდის ბაბიბიძია ნახევა. ხელფასი ბატონო თემურ პედიატრი კაცი ბრძანდები და ჩვილი ვარ და უნდა გითხრათ ახლა ვიტანჯები მე ამ პედიატრიაში შევცვალოთ გეხვეწები ეს სიცხის გაზომა ბავშვებზე სხვა მეთოდი თუ არა იმ დღეს სული ამომხადა ჩემო პედიატრმა აღარ შემიძლია რა მეთოდით უნდა შევცვალო რაღაცი აღარ შემიძლია გაუსაძლისი ეს ყველაფერი სიცხის გაზომა რითი ზომა მაძლევს ეთერი მაგის საშუალებას რომ თქვა ეს მე მგონი სხვაგან დადის სადღაც ბატონო არ დადის სიცხის გასასწორად ჩაო ბატონო კარგი ეხა გვესაუბრე შენს დაბადებაზე დაბადებაზე მე რო დავიბადე წეროს არ ეცანა და პურის დისტრიბუცია მიმიყვანა სახლში ხო ასაკს არ მიაქციოთ ბატონო თემურ ყურადღება ერთ-ერთი ბავშვი ვარ ვისაც გორბაჩოვი ახსოვს აჰა ჩემზე აბობე რო დაიბადა ჭირვეული იყო 9 ივნის დავიბადე ბიჭო და 15% შეტანა მიდოდა ჭირვეული ვიქნებოდი კი ბატონო კარგი მომისმინე ხა შენ ისეთ ამბებს გვიყვები გითხარი რით განსხვავდები სხვა ბავშვებისგან სხვა ბავშვებს უყვართ იგი მამი მიწიკო რა ქვია იმას სათამაშო მანქანები მე სათამაშო მანქანას პოსლებრიძია მირჩევ თუ მომე სტობისთვის ქვიშაში ვეღარ ვთამაშობ რატომ რადიკულით რადიკულით სხვათა შორის პირველი ბავშვი ვარ საქართველოში ვინც ტომიჯერის კასეტაზე ემანუელა გადაწერა ზევიდა კი ბატონო რა იყო რა გატირებს თუ დაატირდა ეს ბავშვებმა ხო იციან ესე და რა გატირებს რა გატირებს რა ჯიმი იმიზიასი მეშინია ხო ნუ გეშინია გელა ის გელა გელა მიზია შენ რომ მითხარი პასპორტი მარახეო შეიხედე ტელეფონში გელა მიზია ვაიმე დედა ბაღში თუ დადიხარ ბაღში ამჟამად თბილისის მეოთხე ბაგაბაღში ვარ მე ელექტროობას ვაკეთებ სხვათა შორის ბატონო თემურ ამასინათ ისეთი სლავი ძიძა მომიყვანეს სლავი გარეგრობის კი ღამდამენგრა ოჯახი დაწმინდა ძიძა მინდა მომისმინე შენს ესე იგი დიდ ბაბუას დიდ ჭიკოს აბესაძეს როგორი ეს პედიატრია და იგი ფარსია და მანე მე თავი კაცო ბოუში კი ბაბუა ჩემი ბოუში არ იყო მაგრამ მეორე მსოფლიოვიდან რო ჩამოვიდა მაგით კაი ჩასწრილი იყო იგი გასპელა მაგ ბაბუა ჩემი ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნა ბავშვობა მე როგორ გარდაიცვალა მე ზოოპარკში დავკარგეთ კი ბატონო ბოლოს რამიდა ბატონო თემურ თხოვოთ თუ შეგიძლია ხარ როგორც ბავშვი და ჩვილი წამიყვანოთ მუშტეეთის ბაღში მაგრამ ხა თუ ხარ შეძლებული ექიმი მე სარელაქსაციო მასაჟი კემირჩევია მაგ მუშტეეთის სარელაქსაციო ხო სარელაქსაცია ვერ ვლაპარაკ ბავშვი ვარ თქო კი ბატონო ეგი რო თქვი არ გიწევეთ ბატონო ეს სანდომი კაია ბავშვი სანდომი კარგია კაია ხო მომი რომელი ჯობია აი ეს აგე მწვანე წაი მწვანე დედა რა კაია აგე ბატონო კარგად ზამდებოდეთ დიაგნოზი ბატონ თემურ რას ფიქრობ? არა, დიაგნოზს მე ვერ დავსვამ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა რეალობასთან გვაქვს და ამიტომ მჭირდება რაღაც მულტისისტემური მიდგომა, პოლიპროფილური გუნდი შეიძლება რაღაცა გადავწყვეტოთ. შეიკრიბოს მეცნიერთა ჯგუფი და რაღაცა კი ბატონ. დიდი მადლობა ბატონ თემურ, მინდა გადაგიხადოთ მომბრძანებისთვის. და ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა, თქვენი სტუმრობა, მადლობა მომბრძანებისთვის და დარწმუნებული ვარ კიდევ შევხვდებით, ხო? მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გისურვებ წარმატებებს, თქვენ გუნდს უსურვებ წარმატებებს და ისურვებთ ბედნიერ მომავალს. მაშინ ხელცარიელს არ გაგიშვებთ და აი სანდომის ტკბილეულს გადმოგცემთ ჩვენგან საჩუქრად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ბატონი თემურ მიკელაძე იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, აპლოდისმენტები.